სტუდიოს წარმომადგენლები არიან დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები, სარიკ კარიჭაშვილი, დამაარსებელი და ქორეოგრაფი ასევე, ანა ჯაფარიძე, Modern Dance Studios მოცეკვავე, ნინო რეჟავასე მოცეკვავე და გვანცა სადრაძე ასევე მოცეკვავე. მოგესალმებით. საკომე რატო არ წარმატდი როგორც გითხარი ისე. ქეთი ჯავშვილი პრიმა. მოდი დავიწყოთ საუბარი. ეს არის თანამედროვე ბალეტი, ხო? მოდერნი, ასე ვთქვათ, თანამედროვე modern dance, ანუ ეს არც ბალეტი, არც თანამედროვე არის უფრო გაფართოებული სტილი, რომელშიც გვაქვს შესაძლებლობა მეტის გაკეთება, ვიდრე კერძოდ კლასიკაში ბალეტში, ან თქვა თანამედროვეში. ანუ კლასიკური ბალეტის ელემენტებიც არის და რაღაცა თანამედროვე, რომელიც ცეკვის ელემენტებია შეტანილი. ანუ თანამედროვეს და კლასიკის სინთეზი არის, შეიძლება ასე ითქვას. ჩვენთან არის პოპულარული დღეს. დღესდღეობით მსოფლიოში მე მგონი ყველაზე პოპულარულია მოდერნ ჯერჯერობით. ჯერჯერობით ახლა ფეხს იკიდებს საქართველოში. შეიძლება ითქვას ახლა შემოდის ეს სურველი ბევრი არის? კი, საკმაოდ ბევრი სურველი. და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მოვიდეს და ისწავლოს. რა თქმა უნდა. ნებისმიერი შესაძლებლობის ადამიანს. ანუ როგორც ვიღაცა ანაკლებად მოქნილია, ვიღაცა მეტად მოქნილია, ყველა შეუძლია. შესაბამისად მაგისთვის ვართ შექმნით ეს ჯგუფი, სტუდია, სადაც როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს ვასწავლებ. რამდენი ხანია რაც თქვენი სტუდია არსებობს? 16-ში იქნება 5 თვე. სულ რაღაც 5 თვის ხართ. და უკვე ყავთ ხო მოსწავლეები? ეხლა 20-ზე მეტი სავარაუდოდ. 5 თვისთვის მე მგონი საკმაოდ დიდი რა, ცოტა არ არის ხოლმე. მოდიან და მოდიან ესე იგი. ანუ აი ვთქვათ მე მომინდა მოსვლა, არ მომინდება, იმიტომ რომ ვიცი არ გამომივა, მაგრამ გავდივარ რაღაცნაირად მამოწმებთ, როგორია ჩემი პლასტიკა, როგორ მოძრაობ თუ როგორ ხდება? ანუ თქვენ პირველ რიგში გადიხართ ჩვენს ჩვეულებრივ ტრენაჟს, რასაც ქვია. შემდგომ უკვე ვიძახი, მაგალითად მაგალითს მოვიყვან. ანა და გვანც არიან პროფესიონალები, ნინი მოვიდა ჩემთან როგორც მოყვარული. მაგრამ თავისი მუშაობით, მონდომებით და სურვილით ძალიან ბევრს მიაღწია და პროფესიონალის დონეზე გახდა. შესაბამისად, აი 5 თვეში ეს არის შესაძლებელი რომ ჩამოყალიბდე პროფესიონალად, ცოტა დრო ხო არ არის? ნუ პროფესიონალი ცოტა ხმამაღალი სიტყვა. უნდა გქონდეს ამისი და მაგრამ კი, შეიძლება ფუძე უნდა იყოს ალბათ. ნინი შეიძლება ვკითხოთ? ზოგადად ბავშვები 5 თვეში საოცრებად მოახდინე და კარგად ცეკვავა. ნუ ბავშვებიდან დავდედი ქართულ ცეკვებზე 8 წელი და მე მქონდა პაუზა. და ანამ რომ მითხრა ამ სტუდიის შესახებ, ძალიან გამიხარდა და რომ მოვედი, თუ რაღაცას ვიწყებ, მინდა რომ კარგად გავაკეთო. ანუ სულ თავიდან დაიწყე, ხო? მხოლოდ შენი გამოცდილება იყო ქართული ცეკვა. არ მქონდა გამოცდილება საერთოდ და რა ვიცი, ჯერჯერობით კარგად აგითვისებია. როდესაც ბავშვობაში ქართულ ცეკვას ცეკვა, მე უკვე გიადვილდება, მე მგონი ყველაფერი. ძალიან კარგი სტარტია, მე მგონი ყველასთვის. თქვენ როგორ დაიწყეთ გოგოებო? პირდაპირ აი ამ თანამედროვე. არა, მე ბავშვობიდან ბალერინა ვარ, ანუ და 6 წლიდან დავდიოდი მაკა მახარაძესთან, შემდეგ ჩავაბარე ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. ნუ სანამ კურსებზე გადავიდოდი, მანამდე თავი დავანებე, იმიტომ რომ ცოტა ზარმაცი გავიდოდა ზარმაციდან, შემდეგ ფეხის ტრავმაც მივიღე და ფაქტიურად 9 წელი არ მიცეკვია, სანამ ამ სტუდიაში მოვიდოდი. მანამდე იყო მე და სარიკა შევხვდით ერთმანეთს ერთ-ერთ გასტროლის გამო, ანუ აზერბაიჯანში წავედით როგორც ასე მოდერნ სტილი წავიღეთ, იქაც სულ შემთხვევით მოვხვდი და აი დავიწყე იქიდან და დღემდე ეხა ვაგრძელებ ეს დაახლოებით სექტემბრიდან მოყოლებული და სად შეიძლება რომ რეალიზება გაუკეთოთ ამ ყველაფერს? თუ არსებობს შოუები, კონცერტები, სად შეიძლება რომ მონაწილეობა მიიღოთ? ჩვენ მაგალითად ახლა 17-ში ჩვენი სტუდია ატარებს კონცერტს. შესაბამისად იქნება ჩვენი, ასე ვთქვათ, პრემიერა დღევანდელ დღეს თუ არ ჩავთვლით. პრეზენტაცია. დიახ. საერთოდ ჩვენთან შედგა, როგორც მე მივხვდი, ხო? საერთოდ. კი, ნამდვილად და მაქსიმალურად ვცდილობ. აი, მოდი დავიწყოთ. შეკითხებია, მასტერკლასი ჩაუტარო კეთის. აი, ახლა ნახეთ როგორ გამოგივა ქალბატონო ქეთევან. ეს როგორ გამოუვა რას ნიშნავს? პრიმა.
აქ მთავარია პლასტიკა და მუსიკის შეგრძნება. ახლა შენ ასწავლე რაღაცა იმ საბაზისო ელემენტებს, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს, როდესაც იწყებ და პირველად მოდის გაკვეთილზე? თუ აი რა? არა, უფრო მოძრაობა, რომელიც არის გამარტივებული და შეიძლება გამოიყენოს რთულ ცეკვაში. კარგი, შეგვიძლია მუსიკას არ დავე. მუსიკალური თანხლების გარეშე ვისწავლოთ ეს რაღაც მოძრაობები და ბოლოს უკვე ცეკვად შემოგთავაზოთ. ასე გიდგავართ ხელების გარეშე თავი წინ. 1 თავი, მედიკეთი. 2, 3 თავი მარჯვნივ, 4, მე ჩამოვდივართ და დგებით თავს ვასწავლებ. ქუსლები მიშლის ძალიან ხელი. ეხლა ესე იგი თავი წინ, პირველ რიგში ხელების გარეშე მოძრაობთ 1, 2, 3 ხელისკენ, 4 ტრიალი და გავსწორდით. კეთ გამოსდის? ახლა როგორ უყურებს გამოცდილი თვალი? კი. შეიძლება კიდე ერთი რამე ილეთი რომ შევასწავლოთ კეთის. კი ბატონო. აბა. ხარი, და წინ, 4. ხარი, წინ, 4. მარცხენა მუხლი მოღუნე. ანუ მარჯვენა მხარს წევთ. ani წინ, მე მუხს ღუნავ. ანუ იცი რას ვფიქრობ? აი მთავარი არის რომ პლასტიკა გქონდეს, არა, როდესაც აუცილებელია პლასტიკა. პლასტიკა, აი რა არის აუცილებელი? გრაცია. გრაცია. აჰა. გრაცია. ბრავო. ბრავო. შეიძლება გქოვოთ რომ ჩვენი საუბრის და გადაცემის დასასრულს დაჭიქ ცოტა ხარ. დასასრულს შეგვისრულოთ რომელიმე ცეკვა, რამე ნომერი. კი. ამ ჩვენ გვაქვს მომზადებული გუშინ წინ დავდგით. სპეციალურად თქვენი გადაცემისთვის. ძალიან მკაცრად არ შეგხედოთ, მაგრამ ანუ კერძო თქვენი გადაცემისთვის დავდგით პატარა ნომერი, რომელსაც ახლა შეგვისრულოთ. რომელსაც შეგვისრულოთ. კარგი, მოდი ხარ ახლა სატელევიზიო პრემიერა გაქვს ჩვენთან აქვე 17-ში როგორც მახსოვს ხო? დაანონსე ის კონცერტი, რომელიც გექნებათ და დავიწყოთ ცეკვა. 17-ში გეპატიჟებით ჩვენს კონცერტზე. საათ, რომელ საათზე? არტ-ჰოლში 6 საათზე. და კიდევ ერთი მაშინ, სად შეიძლება რომ თქვენ სტუდიას მოვაკითხოს მსურველმა? Facebook-ზე დაგვიკავშირდით. Modern Dance კარიჭაშვილი, ან Modern Dance Studio. კი ბატონო. ადვილად იპოვეს ჩვენ ადვილად დამატებით ინფორმაციაზე. ძალიან დიდი მადლობა. მოდი ჩვენ დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს ორშაბათამდე. არა, ჩვეულებრივი ცეკვა და ჩვეულებრივი ცეკვა. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ და ორშაბათს თქმა უნდა შევხვდებით ერთმანეთს. მუსიკა I heard that you settled down, that you found a girl and you're married now. I heard that your dreams came true. Guess she gave you things I didn't give to you. Shy, ain't like you to hold back or hide from the light. I hate to turn up out of the blue uninvited, but I couldn't stay away. I couldn't fight it. I had hoped you'd see my face and that you'd be reminded that for me it isn't over. Never mind, I'll find someone like you. I wish nothing but the best for you too. Don't forget me, I beg. I'll remember you say sometimes it lasts and loves, but sometimes it hurts instead. Sometimes it lasts and loves, but sometimes it hurts instead.